მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს ეთერშია ჩვენი პოდკასტის 2 ცეცხლ შუა მორიგი ეპიზოდი, რომელსაც ტრადიციულად ირაკლი წულაია და მე თორნიკე რაზმაძე გავუძღვებით და დღეს ჩვენი სტუმარია ბორის ჩელეყურუა. გამარჯობა ბორის. მოგესალმებით. ფოთელი კაცი, რომელმაც უკვე მოასწრო და ერთი პარტია დატოვა, ნახევარ პოლიტიკოსებს გაუსწრო ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ საქართველოში. მოდი ახლა გავარკვიოთ მხოლოდ პარტია დატოვა, გავლენები დატოვა, შინაარსობრივათაც სხვა ტალღაზე გადავიდა თუ რა ტალღაზეა დღეს მე მგონი შინაარსობრივად ყოველთვის განსხვავდებოდა ჩემი აზრით იმ კოალიციისგან და პარტიისგან სადაც იყო. კარგი, ეგ ნაკლებად საინტერესო. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მისალმებას გაცლით, მაგრამ მე გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და რა უნდა გითხოთ. აი, იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რაც დაგრჩა მას შემდეგ, რაც გირჩი დატოვე, ახლა რა ტიპის კოორდინაციაა ოპოზიციაში, თქვენც გირჩ დატოვებულები ჩართული ხართ თუ არა ამ კოორდინაციაში, თუ რა ხდება საერთოდ რო გითხრით? საერთოდ არსებობს კოორდინაცია ის. არა. ხო, ანუ კოორდინაციის რაღაც ლეველი არსებობს, რა თქმა უნდა, და ეს ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, თუმცა ის, რასაც ჩვენ კოორდინაციას დაუძახებთ, ანუ რასაც ადამიანების ნაწილი ითხოვს და რასაც შეუძლია რომ რაიმე პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ჩემი აზრით არ არსებობს. ეს ხო არის კომიზეზი თქვენი წამოსვლის პარტიით? არა. მაგაზეც ვისაუბროთ, რომ ეს ახლა ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია არ არის, მაგის გამო თავის პარტიას არავინ ტოვებს. მე უბრალოდ ბევრი ხნის განმავლობაში უყურებდი ზურა როგორც ცდილობდა ამ ხალხის რაღაცნაირად შეკავშირებას. მაშინაც რაღაც ჩვენ წინააღმდეგ ვიყავით, მე და ცოტა განცხადებებს კი ვაკეთებთ, უბრალოდ ზურას მიაჩნია და მიაჩნდა, რომ ერთობა არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში ერთობა მესმის რომ კარგი სიტყვა ჩვენ გერბზე გვიწერია, რომ ძალა ერთობაშია და ყველას ახლა რო ვკითხო, რომ ერთობა კაია და ვინ გეტყვის, რომ ერთობა არ არის. ხო, 9 ხერხეულიძე ყავდა ბოლოს. ხო, არა, ერთობა არის ძალიან, მაგრამ უბრალოდ მე რო ვკითხო, რომ აი ეს ერთობა რა არის, როგორ წარმოგიდგენიათ 100 ადამიანი თუ იქნება მოსთავაზე 100-ვე სხვადასხვას გეტყვის და ოპოზიციურ პარტიებს რო ვკითხო, შეიძლება არავინ არაფერი არ გითხრას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი კომპლექსური საკითხი, ამ ადამიანებს არ მოსწონთ რაღაცნაირად პირველად ეგ ერთობა შეფორშენს. ჩემი აზრით ერთობა არის კოორდინაცია რა, ერთობა არის უბრალოდ კოორდინაცია. არა ერთიანი სია. არა, რა თქმა უნდა, ერთიანი სია ვის უნდა ხეთ, ჯერეთ ისეთ ადამიანებს რო ვკითხო, ხო გეტყვიან, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ. ამ არჩევნებზე იყო ორი ტიპის ადამიანები, ვინც გვეუბნებოდა, რომ არა, ერთიანი სიით გავიდეთ და მეორე ნაწილი მეც მათ შორის ვამბობდი, რომ არა, რამოდენიმე მსხვილი გაერთიანებით გავიდეთ. ეხლა რატო უნდა მითხრას ვიღაცამ, რომ ერთიანი სია ჯობდაო, თუ მეუბნება, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია მოიგო. ესე იგი, კარგი იყო, ხო, რაღაცა განაწილებული დრო გავიდეთ. თუ ადამიანი მეუბნება, რომ ეს ეხა მოგებულია. უბრალოდ კოორდინაცია რატო არის საჭირო? მაგალითი გვაქვს ჩვენ მაგის, რომ პროპაგანდას მოუგეთ. ეს როცა იყო პირველი რუსული კანონი, მაშინ ყველამ ძალიან მარტივი მესიჯი, არა რუსულ კანონს მივაწოდეთ საზოგადოებას, ყველამ ამბობთ ერთ და იგივეს და გამოვიდა, რომ იმედი, პოსტები, ტროლები, ბოტები, რა ვიცი, უამრავი ხელფას ამ ერთი მესიჯის თავარი წერტილი. ვინ ჩაშალა, ვინ იყო ის საწყისი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, ხალხი თუ პოლიტიკოსები? გონია რომ აი ზუსტად ვერ ვიტყვი, ახლა ვიღაც მოფიქრებული შეიძლება იყოს. არა, მოფიქრებული აღმოცენდა თავისთვის, მაგრამ იბრძოლეს პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორმა, ხალხმა, ყველამ, მაგრამ აი ვინ იყო ის ფაქტორი, ვინც ეს გაერთიანება მოახდინა ამ თავარი მესიჯების შენი აზრით? ქართული ოცნება. ხო, ქართულმა ოცნებამ ისეთი სიტუაცია შეგვიქმნა, რომ მართლა საღამოს ვიდექით და ერთმანეთს ვეძებდით და პირველი ექსპერიენსი იყო ეგეთი ხანგრძლივი რაღაცა ბრძოლის და ქართულმა ოცნებამ ისე შეგვაკავშირა, რომ თან მოგვეწონა რა, მესიჯიც იყო კარგი, მოგვეწონა და ყველამ ერთად გავუშვით. ეგ პრობლემა მგონია მე. ეს ხოს უკითხებს, ვახა ჩემ აზრს განვავრცობ ერთხელ და რატომ მგონია ეგ პრობლემა. თან ძალიან ფრთხილად უნდა განვავრცო, რომ ისე კოცების პროპაგანდას არ დავასწრებ. დავამთავროთ რა და მე დაგანოს ის დავამთავროთ, რომ კოორდინაცია მინიმუმ იმაშია საჭირო, რომ ქართულ ოცნებას თუ პროპაგანდას წელში გადაუტეხავ, უგებ მე რა თავისას ვერ გააკეთებს და ეხა შეგვიძლია ხომ ეთანხმებით ორივე, რომ შესაძლებელია იმგვარი მოცემულობა შეიქმნას, სადაც ჩვენ პროპაგანდას უგებთ. აუცილებლად. ხო, და რატო არ მუშაობს მაშინ ამაზე არა? მე არ მგონია რომ უგებთ ჩვენ პროპაგანდას. არა, შეგვიძლია რომ მოუგოთ. არის მომენტები, როცა უგებთ. ჩემი აზრით პრობლემა ამ სლოგანში კი არ იყო კაცო პრობლემა. პრობლემა არის ჩვენ საზოგადოებაში ის, რომ არსებობს თემების ძალიან მწირი ჩამონათვალი, რომელზეც საზოგადოების ფართო მასებს აქვთ რეაქცია, საპროტესტო რეაქცია. ერთ-ერთი არის რუსეთი. იგივე იყო რუსულ კანონზე, იგივე იყო გავრილოვის თემაზე. საზოგადოება, როცა ქუჩაში გამოდის, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ზოგჯერ ბაბს ვეძახით. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ალბათ უფრო თავისუფლება რა. ხო, რუსეთი შეიძლება თავისუფლება. ხო, აი ეს როცა არ არის. ეს მოცემულობა როცა არ არის, ანუ რუსეთი თუ არ დგას სადღაც და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ არ დგას, რაც ისე რუსეთთან მიდის. ყოველ შემთხვევაში რუსეთი თუ არ დგას რაღაცა საფრთხობელად, ისე სხვა პრობლემებზე ერთი შეხედვით უფრო
light პრობლემები როგორ არის, მაგალითად ვიღაცას რო დაიჭერენ ან ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ საზოგადოების მასისთვის შედარებით სხვა პრობლემებზე არ გამოდის ეს ხალხი. და პოლიტიკურ სპექტრსაც მე ის არის რა, ახლა სიტყვებს დავწონი, არ მინდა მართლა პროპაგანდაზე დავასხა წყალი კიდე ხოცების, მაგრამ უწევს ცდუნება აქვს, რომ ყველაფერზე რუსული იძახოს რა. მე ამ კანონს რუსულს ვეძახი მართლა. მაგრამ რუსულს ვეძახი შინაარსით და არა იმით, რომ შენ ეძახი რას ქვია ხა აფხაზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში, აბა ამერიკული კანონი მიიღეს. აი ეს ხო არ არის კიდე პრობლემა. აი პირობითად ხშირად მე ხოცური პროპაგანდა იყენებს, ხომ აი სოციალურ პრობლემებზე რატო არ გამოდის? იმიტომ რომ ის ხალხი, ვისაც სოციალური პრობლემები პირველ რიგში აწუხებს და დღიდან დღემდე ფიქრობს შვილს რა აჭამოს, ის ხალხი ამ აქციებზე ნაკლებად გამოდის. არ გამოდის პარლამენტს ბოლომდე სახელმწიფო. სწორი რაღაცა თქვის ინგლისში ეგ არის პრობლემა, უბრალოდ ეს მაგალითი არ იყო რელევანტური ამ რაღაცას ის რომ მუდმივად მგელი ყვირი ხარ და რაღაც მომენტში მართლა მგელი გეჩითება და მე შენი აღარავის აღარ ჯერა, ხო ეს არის პრობლემა. ის რომ ყოველთვის აპოკალიფტურ სცენარს ხატავთ და ხა 20-20 წინა რო დავიწყოთ, ხო 20-20 საარჩევნებს გვეუბნებოდა რას რომ ეხლა თუ წავაგეთ რუსეთი ვართ. ჩელიაბინში ვიგვიძებთ. რაღაც ანტიქრისტე მოვა, ბიძინა საშინელება, რუსეთ გავხდეთ, ნუ არ გავხდით. მე გითხრეს რომ 2021-ში მოდი ხა საყოველთაო რეფერენდუმი ჩავატაროთ და ჩელი ისე ლაპარაკობ მგონია რომ პოლიტიკოსი არ ხარ. შენ ერთ-ერთი მაგარი არ ვიცი ამას იძახდა. 20-20-ში არასოდეს მაგას არ ვამბობდი, იმიტომ რომ 20-20-ში მე რას ვამბობდი საერთოდ არავის არ აინტერესებდა, მესხე ტალღას გამოდიოდი ხოლმე, ერთ-ერთი მქონდა ფორმულაზე. იმის იქეთ ნარატივი. გირჩი, ანუ მაჟორიტარი დეპუტატი შემომთავაზეს. აი ხო, ედვენს მხარდამჭერ პლუსი ვიყავი, რომელმაც ერთი ადგილი შეუსვა როგორც მაჟორიტარული კანდიდატი. ბოდიში სანამ გაგძელებ, რატო მოინდომე პოლიტიკოსობამ, როგორც ვიცი, იურისტი ხარ, მაგისტრი ხარ და რატო ჩათვალე, რომ შენი ქმედებები იყო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის პოლიტიკაში? ხო, სინამდვილეში ეგ იყო როგორ რა, მაშინ თელის უნდა მოყურე პროცესი. მე ვიყავი მემარჯვენე ლიბერტარიანული ორგანიზაციის წევრი, Students for Liberty ეგეთი ორგანიზაცია, გამომდინარე იქიდან შეიქმნა პარტია, რომელსაც იგივე ხედვები ჰქონდა და ახლოს ვიყავი ამ პარტიასთანაც. კი, სკოლის ხო ის გირჩის გაყოფამდე. გაერთიანებული ჯირჩი. კი, რაც ახლოს ვიყავი მათთან რაღაც ეს ვაკეთებდი ოფისში მივდიოდი ხოლმე რაღაც პროექტებს ვიმუშავე, უბრალოდ იმის იქეთ ხომ მე. შეთვის პრობლემა არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, შენ პატარა ხარ, ნაცების დროს არ მოსწრები ხარ. არ იყო პრობლემა ნაცებთან გაიგივებაში, აი ამ ერთობაში რო შედიოდი? ეხა ერთობაზე მეუბნები? არა, იმ პირველ გირჩში. იაგოიან ვახოიან გირჩში. რომელ ერთობაზე? პირველად პოლიტიკაში რო შეხვედი და რო გადაწყვიტე ეს შენი მემარჯვენეული ხედვები გაგეხორციელებინა. პრობლემას არ ფიქრობდი, რომ დაგხვდებოდა წინ რომ ნაციონალური წარსული რაც ჰქონდა ამ პარტიას ის შეიძლება დაგჯახებოდა. პარტიას არ ჰქონდა ზურას ჰქონდა. ხო, კი ბატონო. ზურას ჰქონდა და ზურაც იყო პარტიაში, ანუ ხელისუფლებაში არ ყოფილა. შემდეგ შევიდა, კი. დიდად ეხა მაგ საკითხზე რო ვიფიქრე, სინამდვილეში არა, ნაციონალიზმის მართლობის მიმართ არ მქონდა რა თქმა უნდა კარგი გზნობები და ეხლა 2012-ში სკოლაში ვიყავ ისევ არ აქციაზე ნამყოფი და მაგაზე არ მიფიქრე რომ რაღაცა მე დამაზიანე და იმიტომ რომ ჩემს თავს რაღაცა long term პოლიტიკურ პროდუქტს არ უყურებდი ეგრე რა. მოკლედ ზურამ გითხრა ძალიან რო არ გავაგრძელოთ რომ შენ პოლიტიკაში და გავერთობითო. არა, უნდათ ადამიანი მითხრა რომ კაი კაცი ხარო, რაღაცა შენთან ერთად მინდა რაღაცებს კეთება, მოდი ეს გავაკეთოთო, ვერაფრითო ვერ დამაჯერა, იმიტომ რომ მუშაობდი, ჩემი საქმე მქონდა, ფიზიკურად არ მეცალა, ბევრი დრო ჭირდება პოლიტიკას და მე მითხრა ესეთ რაღაც რომ გავერთო, ანუ გაერთობიო რა და ეს სიტყვა ძალიან დამახსოვრდა, იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთე გარდა იმისა, რომ გავერთე. ანუ გართობა ცოტა რა ვიდეოებს ანუ მოგატყვა ზურა? ზურამ ჩემი მოლოდინები სწორად ვერ მართა. უსავლია, პოლიტიკოსის ლაპარაკი უსავლია. ხო, არა, ზურა ძალიან მიყვარს და სინამდვილეში რა შანსიც მაშინ მომცა, ეხაც პარტიიდან წავედი, მაგას ვამბობ, რომ იმ ზურასთან ვიქნებოდი, არასწორი რომ ის არ გამეკეთებინა, რაც გავაკეთე და ეხანდელი ზურა სხვანაირია? ეხანდელი ზურა ცოტა შეიცვალა კი. აბა როგორ გამოგაყოლეთ შანსი არის ხა ამაზე. არ გახსოვს ზურა, რას მეკითხე, არ გახსოვს ზურა. ისევ ისეთი უთმოა და ისევ ისეთი მაღალი რა, ვიცი რა როგორია. ისევ ისეთი უთმო არ არის ჯერ ერთ თემაზე შევთანხმდით, მე სიმბოლოტე ძალიან სენსიტიური თემაა. ხო, მაგალითად ზურა იყო ბევრად აქტიური, ბევრად მეტი პროდუქტი შექმნა შეეძლო, ბევრად მეტი კონტენტი შექმნა შეეძლო, უბრალოდ ეხლა გამომდინარე იმ დიდი ბრძოლისა, რაც გამოიარა ალბათ მისთვის და თავისთვის და იმ ბევრი მცდელობისა, რაც ჰქონდა, რაღაცნაირად გონია რომ უკვე გამოიფიტა? კი, შეიძლება ეგრე ვთქვათ. აპგრეიდი ჭირდება? მეტი мотиваცია ჭირდება. ყოველთვის აი სულ ფიქრობდი რომ ვისხედით, ეხა უცებ ძველი ზურა რომ დაბრუნდეს და რომ თქვას რომ აი კი აი ყველაფერი რაც ხდება, კი ჯანდაბა, მაგრამ ამის იქეთ კიდე რაღაც უნდა შევცვალოთ ერთ ადამიანს რომ ველაპარაკოთ ერთ ადამიანის ტვინში რომ რაღაც შევცვალოთ. მაგას ვეღარ ხედავდი, ჩელე. მაგას ვეღარ ხედავ, იმიტომ რომ ზურა ჩემს გახდა დიდი პოლიტიკოსი. ანუ ზურა გირჩიდან და გირჩელი პოლიტიკოსიდან განვითარდა და ისეთ გადაწყვეტილებას მიღება
წოდება მოუწია და უკვე ისეთ საზოგადოებაში იყო, რომ გახდა დიდი პოლიტიკოსი და რაღაც ნაწილში მაცავით ფიქრი დაიწყობა. ტოლობის ნიშანს არასდროს არ ვსვამ, იმიტომ რომ ზურა ჩემს ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ აი ეს გირჩული რაღაცა აი რო გეღადავებოდი ხოლმე რეალ პოლიტიკას იწყებთ თქვენ რომ აქეთ წავიდა მართლა ზურა? ხო, უბრალოდ ზურას აქვს მაგის გამართლება, იმიტომ რომ შინაგანი წვენა აქვს, რომ ამ ქვეყანაში ხა რუსეთი დაისადგურებს და აი ხა თუ დედა არ უტირეთ, მე არაფერი არ გოშველება, რომ ერთადერთი ამის გამოსავალი. არა, მე პირიქით მაქვს წვენა. მე იმის წვენა მაქვს, რომ აუცილებლად ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ამ ქვეყანა გასაქცევი არა. ეგ პოზიტიური მიდგომაა, მაგრამ თუ ვერ დაამარცხე რომ რუსეთი დაისადგურებს, მაგის წვენა არ გააქვს? არ დაისადგურებს ამ ქვეყანაში რუსეთი არასოდეს. ბიზინა არა რუსეთის კაცი? ბიზინა შეიძლება რუსეთის კაცი იყოს, შეიძლება. აბა რუსეთი ნახე სხვა სიტყვა სხვა მნიშვნელობას ვაძლევ. შენ რას გულისხმობს რუსეთი დაისადგურებში? მე გეტყვი, რუსეთი დაისადგურებს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდება და მე არ მგონია ზურას მაგის ჯეროდეს. დავსრულებ ზურას როგორც ამოდაჯეროს და მეორე ამ ქვეყანაში იქნება იმგვარი ცოტა უარესი ან ოდნავ უკეთესი სიტუაცია როგორიც არის ახლა რუსეთში და ეს არის აქტივისტების და პოლიტიკოსების მიმართებით ის რომ ვიღაც ადამიანს ქუჩაში კლავენ ის რომ ვიღაცებს აუცილებლად იჭერენ ვიღაცები ქვეყნიდან მასიურად გარბიან ჟურნალისტები პოსტების ციხეში ყავთ და ასე შემდეგ ეს ჩვენთან არის ტროტუარზე დგომისთვის მე მეც ვარ ციხეში ნაჯდომი ეგ არის უბრალოდ ერთეული შემთხვევები ეს სისტემურად ესე რომ შეფუთო ჩემი აზრით ბიზინა ივანიშვილს და არც ერთ კოც მაგის მხარ აქვს რომ ეგ გააკეთოს მაგრამ ასევე გვაქვს ისტორიული მაგეთ ხომ მიყავთ უნდათ რომ ეგ გააკეთონ თუ არ უნდათ ეგ მიყვანილი ყავთ უკვე უნდათ სინამდვილეში უნდა ამის თვალი არ გაქნა ნახიან შენი თვალი ბოლო რაღაც სხვაგან წავედი რა შენ თვალს ზოგადად ეგრე კარგად ვერ დაინახე მაგრამ უკვე სიტუაცია არის უნდათ რომ ეგ გააკეთონ სინამდვილეში უკვე ხარ ასვამთ მე მაგალითად უშვებ რომ ბიზინა ივანიშვილი როგორც ალიენდე ისე ყოველდღე ტელეფონს იღებს წითელ ტელეფონს და იქიდან კგბ-ს აგენტი ურეკავს და რაღაცებს ეუბნება უშვებ რომ ასევე ეს შეიძლება არ ხდება მაგრამ ჩემთვის მოცემულობა რა არის ბიზინა ივანიშვილს რაკეთებს არ არის კარგი ამ ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ამერიკის იაპონიის ვისი კაციც არ უნდა იყოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არავის კაციც რო არ იყოს თლად რო კარგი კაცი იყოს ამას წინასწარ ხედველობა რაღაცეები კონკრეტული ქმედებებია რომელიც ჩვენ ქვეყანას აზიანებს თლად რო კარგი კაცი პრობლემა ზურა ფიქრობდეს რომ იმიტომ არის ცუდი კაცი რომ რუსეთის აგენტია და შენ ფიქრობდი რომ იმიტომ არის ცუდი კაცი რომ პროსტა ცუდი კაცი მოგიყვე უყურე მთავარი თემა რა არის ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი კარგი კაცი მაინც რო იყოს არ შეიძლება ერთპიროვნად ქვეყანას მართავდი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევცვალოთ ცუდს დაბადებს ხო თემა რა არის მგონია რომ პოლიტიკური პარტია რომელიც ამბობს რომ რაღაცა ადამიანებთან რაღაც სეგმენტი არსებობს დიდი რომელთან ლაპარაკს აზრი არა გგონია რომ თქვა კარგი პოლიტიკური პარტია არის კი თან ეხა რაღაცა პოლიტიკას ვეღარ გავაკეთებთ ეხა იმიტომ რომ ესეთ კონტექსტთან მე მესმის რომ ეხა თქვენთან ბენზინის აქციზზე ლაპარაკს ვერ დავიწყებ რა ნუ სასამართლო რეფორმაზე მეტნაკლებად რელევანტური იქნება მესმის რომ ძალიან გართულდა ამ ქვეყანაში პოლიტიკის კეთება უბრალოდ მესმის რომ ორი აქტიური ახალგაზრდა ეხა ადგა ადამიანი ეხა ადგა სტუდია გააკეთა პოლიტიკოსები მოყავდა და აკაჩავებენ რომ რაღაცა სწორად რატო აკეთებ და რატო არ აკეთებ და შეუძლებელია ამგვარი რაღაც ხდებოდეს ჯერ ერთი ქვეყანაში რომელიც უფრო გარუსთა ამდენი რაღაცა არსებობდეს და მეორე ანუ შეუძლებელია პოლიტიკას ვერ აკეთებდი პოლიტიკოსი როცა ამას აკეთებენ ადამიანები რომელიც პოლიტიკოსები არ არიან და მაგის სმენა მაქვს რომ ესეთი ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება ხვდები ადამიანებს რომლებიც კარგი სამსახურია კარგი ხელფასი კონპეტენტურებია რომლებიც ამბობენ რომ ეხა მაინც სკამი არ მინდა და ხელფასი არ მინდა მაგრამ დაგეხმარებით იმიტომ რომ უნდა ჩავერთო და მაგის აი შენას ლაპარაკობდი რომ იმ წითელ ხაზს ქართველი რო დაინახავს რასაც რუსეთი ქვია იმაში არ გეთახმება თავისუფლება ქვია. ბევრი რაღაც თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ როცა რუსული საფრთხე დგება, ხილსებაზე მიდის და არ მხოლოდ თავისუფლება. პრინციპის ამბავია ჩვენთვის. 2 საუკუნეზე მეტია პრინციპის ამბავი რუსები კაფიოდ რო დავინახო, ეხლა ცოტა უნდა შევაჯამო შენი ლაპარაკები, იმიტომ რომ პოლიტიკოსობა რას დაიწყე, იმის მერე შენს ბოლოს ურასავით არ დაამთავრო, იმიტომ რომ ისეთი პოლიტიკური ისინი სიმაღლეში გავიზარდე და სისხლთვალე მქონდა ის. სიმაღლეშიც და ის აღარ გინდა მე. ქერათების ამოგი. ანუ შენ რო შევაჯამოთ ეხლა ადამიანურ ენაზე, მაინც ერთ-ერთი შეიძლება რაღაც ბევრი ყოფილიყო 10 დენის წერტილი, პატარ-პატარა, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ზურა ფიქრობს, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც დღესაც რო ქოცები არიან, უკვე იმათთან ლაპარაკსაც აზრი არ აქვს და შენ ცოტნე ნიკა ობოლაძე, რომელიც ერთი კვირის წინ სხვანაირად ფიქრობდა, იმიტომ რომ ნაცებში იყო, ფიქრობთ, რომ ეს ნიგიკას მოიწვია და მე ხა მაგას თუ გონი აქ ვინმეს დაცვას დავიწყე ჩემი თავის გარდა, ძალიან ცდი. ხო, თქვენ მოკლედ ფიქრობთ, რომ ყველას უნდა ელაპარაკო, ჩახვიდეთ, ავიც სოფელშიც ბებიასთანაც მიხვიდე და ასე შემდეგ. ეს იყო ძირითადი განსხვავება. არა, ალტერნატიული დანახარჯი აქვს ზოგადად ყველასთან ლაპარაკს ძალიან დიდი და არ მგონია რომ მაინც ყველას უნდა ელაპარაკო. ვის არ უნდა ელაპარაკო? უნდა იცოდე ვის ელაპარაკო. ვის არ უნდა ელაპარაკო შენი აზრით თუ აი უეჭველი რო იცროთ ყველა დახარჯავ ენერგიას. ვინ არის ეგეთ ხალხი? ის ადამიანები რომლებიც ევერიზე მაღალ ხელფასს იღებენ იმით რომ ქოცები დღეს არიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მათ არ ჯერათ იმის რასაც ქოცები აღვნიშნავენ, უბრალოდ აწყობთ და მე შეუძლია მაშინ უფრო მეტი ხელფასი უნდა შევთავაზე რომ რაღაც აწყობს. ან მაგალითად შალვა რამიშვილი ან კორუფციაში უნდა ამხილო და ბოლომდე მაშინ უფრო მეტ
მეტად კოცი იქნება, ეგ ხო არაფერს არ მოგიტანს. აი, ეგეც შეიძლება იყოს რამდენიმე 10,000 ადამიანი მაქსიმუმი ხა. რა ამბავია, იცი მათი ოჯახის წევრები, იცი რამდენი არა, აი მაგალითად არ უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც ქართული ოცნების კი არ ჯერა. ოჯახისწევრები არ უჭერენ მხარს ქართული ოცნების კი არ ჯერა. ხო, მართალი სწორი შენიშნა. ქართული ოცნების კი არ ჯერა, ქართული ოცნება აწყობს. მე როგორ შეიძლება ადამიანს გადავაჯერო, რომ მე შემიძლია რაღაც აწყობს არა, მიიხმანა იქამდე რომ აწყობდეს. ხო, მესმის გასაგებია. თუ რაღაცას არ ჯერა ადამიანს, ხო, თუ არ ჯერა, ხო, მაგას ეხა ვერ და. მოდი მე მოვიყვან ქოცის უნივერსალური განმარტების 3 მაგალითს და კიდე ამ 3 სივრცის გარდა თუ არსებობენ ქოცები, მაინტერესებს თქვენი აზრი. პირველი, ერთი რას ვთქვით, აი ეს რომელიც ფინანსურად არის მიბმული, შეიძლება ბიზნესის კუთხით, შეიძლება სოციალურად დაუცველი იყოს, შეიძლება სამსახურის კუთხით. არა, ეგ კიდე სხვა არის. ანუ პირდა ხელფას რო იღებს, ან ტენდერებიდან რაღაცა რო აქ, ან პროექტულად რო არის მიბმული ფინანსურად. კი, უბრალოდ ერთი შესაძლოა მე მაგ ხალხში საჯარო მოხელეებს არ გულისხმობ. ანუ საჯარო მოხელეები კოცები, ანუ საჯარო მოხელეები არ არიან ან პარტიული, კი მესმის რო პარტიული. გავიგე, მაგრამ იმიტომ რომ აშიარებს Facebook-ზე მის იმას, რა ქვია, კობახიძის ფოტოებს რო იციან რომ დაინახავს უფროსი და ეგეთი მთავრობაა რომელიც მასწავლებლები და მასწავლებლები, ექიბები აქციეს ეგეთ Facebook პოსტავს. აი, ეს ერთი კატეგორია. მე მგონია ყველაზე დიდი უბედურება ის რომ ადამიანები ისე გააღატაკეს, ისე გააუბედურეს რეგიონებში ადამიანები რომ ფულს კი იმას კი არ უყურებენ, რამდენი თანხას მომცემს იმისთვის, რომ დავეხმარო. თავარია თანხა მომცემს და აღარც ითვლის ხალხი და აქამდე მიიყვანის. ეს არის საბრძოლი, წარმოიდგინე შენ არა თუ ის 5,000 და 6,000 დოლარებს ვინც იღებს. დანარჩენი ორი კატეგორია ვთქვა. ერთი ფინანსურად კავშირში მყოფი, მეორე კატეგორია, რომელსაც ჯერა ბრმათ თუ არა ბრმათ მოკეთ პროპაგანდის რომ ჩვენ ვართ გარყვნილები აგერ სამი შედვართ სამივე გეები ვართ ალბათ იმათ თვალში და ფერადად რო გვაწვია და ასე შემდეგ და ეროვნული ხო მე კაი ხო ეროვნული იდენტობის და ტრადიციების დამცველები არიან მარტო ოცნება აი ეს რო დავაჯამოთ ეს ხალხი და მესამე კატეგორია რომელიც გქონია რომ საკმაოდ დიდი კატეგორია ვაშაძე კი არ დაგვეთანხმა ჩვენ მაგაში მაგრამ ოღონდ მიშა არ მოვიდეს და ჩვენი დედას ვატირე 1,700 კაცი ეგ არის შენას თქვი 1,700. აღარც ეგ არის ეს სამი კატეგორიაა მოკლედ. არა, ყველაზე მაგათთან აქვს ლაპარაკს აზრი რომ თორემ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად აქტიური პიროვნებები არიან. აი ეს 700,000 რაც ეხა ჩელემ თქვა, ანუ პოლიტიკურად აქტიურები არიან და ჩართულები არიან პოლიტიკაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაგ ადამიანები. აი, ცოტა მეტი რომ ფორმულას ხო ეგ ერგება, ანუ მაგათ ჯერათ რაღაცის რომ ანუ შეიძლება გადაარწმუნოს. საფრთხე არის და კი შეიძლება გადაარწმუნოს. უბრალოდ ეხა ცოტა ის რო თქვა, ძალიან დავიწყებები რო არ გამოვიდეს. მე არ მომწონს როცა მეუბნება რომ ეხა არაფერს აზრი არ აქვს, ეხა პოლიტიკას აზრი აქვს. ჩემი აზრით პოლიტიკას აზრი აქვს. მე თუ ვწდები, არც ერთ ქვისროლას არ გამოვაკდები, არცად დგომას არ გამოვაკდები, პროცესს მაგით არ დავაზიანებ. მაგრამ თუ ანუ ისინი თუ მართლები არიან, მე არაფერს თუ აზრი არ აქვს, ჩემასაც ხო აზრი არ აქვს და უშუალოდ არ აქვს. მაგრამ მე თუ ვამბობ რომ რაღაცას აზრი აქვს, მათთვის ასიცოცხლო მნიშვნელოვანია, იმიტომ რაღაც პატარაც რო ავაშენო და ერთი აგურიც რო დავდო, ეს პროცესები როგორც დასრულდება, იმედია კარგად დასრულდება, მაგის მერე ძალიან დიდი პლუსი იქნება იქ. კაი, ეხლა მაგ რამდენიმე ძალიან კონკრეტული და პატარა შეკითხვა და სანამ შენ დაიწყებ ერთს ვკითხავ და შეგიძლია მერე დავუსვა. მე მაინტერესებს შენ ახსენე კოორდინაცია, მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ როგორ ხედავ ამ კოორდინაციას საბოლოო ჯამში რა არის შენი გზა, როგორ შეგვიძლია ჩვენ ერთობა იმის მიუხედავად რომ მე მაგალითად განსხვავდები სხვა პარტიებისგან და საერთოდ მიუღებელია ჩემთვის, შენთვისაც არის ესეთი პარტიები, როგორ მოვახერხოთ ის რომ მოდის რუსული პროპაგანდა, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები მოსყიდული, ბოტები, ანუ დიდ რუსულ მანქანას ვეჯახებით, რომლიდანაც მოდის ერთი კონკრეტული მესიჯი. ირაკლი ცუდი ბიჭია. და ჩვენ აქედან თორნიკე გეია. ხო, ნუ პირობითად. ძალიან ჩასწრულია. ამოჭერით, მეგობრებო და იქნებ ჩვენ განაცემა. დაკათე შაო. თორნიკე გეია. ამოჭერით. ხო და უცებ აქედან ხვდება რომ ჩელეყურუა პასუხობს ირაკლი იცი რა კარგი ბიჭია მაგრამ იქით რაღაცეებს უბერავს მე იქით იზახის გახარია რომ ირაკლი კარგი ბიჭია მაგრამ ამას შვება და უცებ ხვდებით რომ იქიდან ერთი მესიჯი თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია და აქეთ ხვდები ერთი 10 მესიჯის პასუხად რომელშიც მე კიდე აქეთ ერთმანეთში ჭუბები იწყება რომელი ჯობია რომელი უფრო ჭკვიანია რომელი უფრო smart ტიპია და საბოლოო ჯამში ქვეყანას ვკარგავთ და როგორ მოვახერხოთ ეს ყველა ტიპი, ვინც აი ამ ბრძოლაშია ჩართული, გავაერთიანოთ, ვაბრძოლოთ, როგორც ნაცემ არ თქვა, რომ ერთ სიაში ჩავეწეროთ ისე და ვაბრძოლოთ ერთი მიზნისკენ ვიაროთ. როგორ მოვახერხოთ ეს ჩელენჯი?
მოდი ჩავთვალოთ, რომ არავის არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, არც ერთ დღეს მოქმედ პოლიტიკოსზე და უბრალოდ შევხედოთ რა სიტუაცია ხო. ყველა პოლიტიკური პარტია, აბსოლუტური უმრავლესობა, ხო, გვეუბნება, რომ რუსები არიან და რუსული საფრთხეა და საშინელია დაგვემართება, ეხლა თუ რამეს არ გავაკეთებ. მათ შორის ამ ადამიანებს მინიმუმ ნაფიქრი ხომ და კონდეთ იმაზე პროპაგანდას როგორ შევეწინააღმდეგო და კოორდინაცია რო კარგია. ნუ ერთობა კოორდინაცია, ჩვენ მაინც კოორდინაცია დავუძახოთ, რო არის კარგი. ეს თუ ნაფიქრავ და ამდენი ხანი თუ რუსებს ხვდებით, ამდენი ხანი ის თუ ვერ მოახერხის, რომ ერთად დადგნენ და რაღაცა დედანატირები ერთი მესიჯი შეიმუშაო, რატო გვაქვს მაგის იმედი, რომ რუსეთი ხვდებით, ხო? არის ვარიანტი რა გაყიდულები არის. ყველაფერი შეგვიძლია ვიფიქროთ, უბრალოდ მაგის ეხა ამოხსნა სხვა აზრი აქვს. მე უბრალოდ მაგის არ მჯერა, რომ იქ ხალხი მაგას მოფიქრს. მე ისის მჯერა, რა ადამიანებს ვნახე, ვისაც ვისაუბრე, მჯერა, რომ კერძო სამოქალაქო ინიციატივებით შეგვიძლია მაგას დავასრულოთ. აი, ეხლა ერთ წამში ცოტა როგორ აყენებთ ის სიტუაციას, კრიტიკულად კი არ გეუბნები, მაგრამ თუნდაც პრინციპში არ ვამბობ. ანუ თვითონ აი ეს ვიღაცები ცუდი პოლიტიკოსები არიან, ისინი, სხვები, ცუდი რა, ანუ აი რაღაცა არტიულმა სტრუქტურამ ხო არ მოჭამა ჩელი. არტიულმა სტრუქტურამ ხო არ ირაკლი დაიცადე ნახე ეგრე გამოგდის რომ ანუ ესენი არიან გავიგეთ თან გეთანხმებით რა რომ აი პრობლემები რაზეც საუბრობ ოპოზიციაში რაც არის მაგრამ ჩვენ ეხლა თითქოს დისტანცირდი და აი თქვენ აღარ ხართ მაგრამ რო დისტანცირდი შენ ახლებურად რის გაკეთებას აპირებ ამათან კოორდინაციის გარეშე ხო მაინც არ გამოვა მაგარი უჭამე დავის დროზე და ვაღიარე ეგ რომ მაგარი უჭამე წინას არჩევნოთ დისტანცირდი ის რომ მედაცინას ქონდა ძალიან დიდი კამპანია და მან თქვით ტყუილი რა ჩემ დაუნებურად ის რომ ჩვენი კამპანია მთელი იმაზე იყო რომ მოდით არჩევნებზე ხალხო ვისაძებთ არ გვატყუები მახსოვს უცებ დავდექ სიტუაციის შესო რა ვერავინ ვერ გაიგეს რომ თუ გინდა უბანთან დადექი და შენ თვითონ გაიგებ ვინ ის მსახმა ხო და ეხლა შენასაც მეკითხები მაგაზე საბოლოო ჯამში მე არ მჯერა რომ ამ პროცესისგან და სალომე ზურაბიშვილის პლატფორმისგან რამე გამოვა, რამე რა თქმა უნდა გამოვა, უბრალოდ რამე შეყოლს გულის ხო? ღირებულს ან იმგვარი რომ რუსთავში შეკრებილი ადამიანებისთვის ახსნად იყოს და მათ თქვან რომ ეხლა ყულად არ ხარჯავს. ხოჯობია ქვევიდან დაიწყოს ეს ყველაფრის შეკრება. უნდა დაიწყოს ალბათ და იქნება უკეთესი, იმიტომ რომ რა არის ხა კომპლექსიც არის, უნიათობაც არის, იმაზე სწრაფად წახვედით გრძელ გზაზე სასიარულოდ, ვიდრე დანარჩენები მიხვდებიან რომ რაღაცები არის თავიდან დასაწყები და გრძელი გზით სასიარულო. გონია რომ ვიღაცები შეიძლება ამას ხვდებოდნენ, უბრალოდ ეხა რაღაცნაირად თბილად იყვნენ ან აწყობდეთ ის პროცესები რაც მიმდინარეობს არ ვიცი მაგის იმაში არც შევდივარ ხოლმე უბრალოდ ხედავ ხვდებით და ვიღაცებს აი რა სტილობთ ამით რა თქვენი აზრები ისედაც ვერ მაიცეს ხო რა სამობალოგები თქვენი საითკენ მიდიხართ სტუდენტებთან შეხვედრა ეს ჩვენი ინიციატივა არ იყო გითხრეს რომ უნდა ბავშვებს რომ შეხვდნენ და რაღაცებზე ვილაპარაკოთო და დიდი სიამოვნებით ვისაც შეხვედრა უნდა ყველა შეხვდებით და თან ესეთი აქტიური ბავშვები იყვნენ დღეს ჩიპაში ვიყავით იქაც რაღაც ჩავწერეთ ვესაუბრეთ ბავშვებს საბოლოო ჯამში ხო ჩვენ რა გვინდა არის ის რომ ეხა არ დავიწყეთ ის პრანჭვას და ეხა NGO და მოძრაობა და რაღაც გავაკეთოთ პოლიტიკური ბექგრაუნდი გვაქვს გვინდა რომ პოლიტიკური პარტია გავაკეთოთ გვინდა რომ ეხა იმას ძალიან კრიტიკულად ნუიქნებთ რა მინდა ეს არის მინდა და ვაკეთებ ბევრი რესურსი არ მოგთხოვ აბა როგორ და ხვალრაშვები არ გეკითხები არა ხვალრაშვები სიმართლე გითხრა ეგრე მაგრად რომ აი ამ პროცესში პირველად დაანონსდება შეიძლება არ დამიჯეროთ ჩვენ გადაცემაში რას აპირებენ გუნსკრებთ ხო გუნსკრებთ კარგ ხალხს, ვისაც ერთად შეიძლება როგორც პოლიტიკური ნარატივის დამუშავება და კარგი რაღაცების მოფიქრება, ისე პარტიული სტრუქტურულად გამართვა, გვინდა რომ იყოს ახლებული, ადამიანებს რაღაც ვკითხო და ლეგიტიმაცია მივიღო, წინააღმდეგ ლეგიტიმაციის პრობლემა რა არის? ეხლა მე რო აპლიკაცია მქონდეს თეორიულად ამბობ ტელეფონში, სადაც ჩემი 10000 მხარდამჭერი იქნება დარეგისტრირებული და რაღაცას ვკითხავ და ჩემს კონკრეტულად ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდე და რაღაც განცხადებას, რასაც ეხლა გავაკეთებ, 10000 კაცს რო თავი ამაზე დაქნეული კონდეს, პულსზე გიდოს ხელი შენი ამოჭრებს. ვის, ანუ რომელ პოლიტიკოს შეუძლია დაიკვეხნოს რომ მაგის გაკეთება შეუძლია და ეგრე იდეალი სისტემა უნდა შექმნათ, სადაც პირდაპირ დემოკრატია გატარდება პარტიაში. რაღაცა პრინციპში იმ გირჩმაც სადაეგეთი, ხო, ჯედებით და ამბებით, თუ არა? უბრალოდ არ გამოდის, მგონია რომ ეგრე კარგად არ გამოგვივიდა, ჩვენ ასე გვინდა გავაკეთოთ სქემა, როგორ შეუძლია ადამიანს შეერთვის პოლიტიკაში და მოკლედ ეხა რაც უნდა მოგიყვეთ რა მინდა, გვინდა ძალიან ყველაფერს კარგს გეტყვით, ეხა რომ ცუდი არაფერი არ გვინდა, გვინდა კარგი. უბრალოდ არ ვიცი რამდენად გამოგვივა, მე მაქვს იმედი რომ გამოგვივა, რაღაც ესე უყურებ რომ ეხა ჩვენ თუ არ გამოგვივა, აუცილებლად გამოგვივა. აბა ვიღას უნდა გამოუვიდეს თუ ჩვენ გამოგვივა. ცოტა ამბიციოზი ზოგადად არ ვარ ამბიციოზი. ისა, ვიცი რა, რო წამოხვედით? ეხა რო გაიგეთ ესე თან ესე საჯაროდ. კარგად სხვა შორის მე შეგაქეთ რომ აი ეს არის დილობა კულტურა და IQ როგორც ეს ხათი დაშორდა. მე მგონი ჩვენ პირველ გადაცემაში ითქვა რომ ტოვებთ ბიჭები. პირველად ჩვენი თან თქვა ისეთი რაღაცები რომ მიხვდა რომ მოდი წამოვიდოდა. ხო და მე რა მაინტერესებს ვიღაცემ არ დაგირეკეს და არ ცადეს რომ ჩვენთან ხო არ მოხვალთ ისე რა გვერდიდან მარჯვიდან მარცხნიდან. ეგრე პირდაპირ დარეკო არ იყო, მაგრამ იყო რაღაცა ისეთი შემოთვლები. არა, ესეთი შემოთვლაც არ იყო. ქართულს ენას უგულისხმობ? არა, ქართულსება არიზავდა დარწმუნებული. არაფერი არ ყოფილა, არც გვერდულად არ როგორ მინდა რომ ფული შემოთავაზონ ერთხელ ის რომ თქვა რომ მე ვარ გაუყიდავი, იმიტომ რომ არ გაბიჭდი. რა აზრი აქვს რამდენი შემოთავაზე. ხო და იყო რაღაცები უბრალოდ
და არ გვეტყვი ვინ იყო. არა, უზრდელობა იქნება, არ შეიძლება ეგრე არასაჯაროდ გაკეთებულ ჩემპიონატს. მოთხოვნა არის თქვენზე ერთი სიტყვით? ბევრი არის, ერთი უფრო ცოტნეზე ალბათ. ერთი იყო კი. ცოტა უფრო ცნობილია მაინც. არა, ერთად აღიქვევიან. ერთი იყო, მე რაც მახსოვს და იმის იქეთ სულ ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ ეხა რაღაცა ჩვენ თუ მივალ და ჩვენ თუ ვიტყვით კარს დიდად არ დაგვიკეტავენ რა ეგეთი ის მაგრამ იმის იქეთ გონია რომ ყველა ხვდებოდა რომ ეხა ერთი ანუ იგივეს კეთებას თუ არ ვაპირებთ პოლიტიკო ისეთი ადგილიდან წამოხვედით ისევ იქ ხო მე ვფიქრობ რომ პირველი ანუ რეიტინგით რაღაცა ამარჩევნებს როგორც არ უნდა ინდობოდა პირველი პარტია ხო იყო და ის კითხო ჩემი პატარა კითხვები თუ ჯერ კითხავს არა მიდი კითხე და მე რა რამდენი პატარა კითხვა მე არ გაიცნობ რომ კიდე არ ამიპასუხო მაგას არ გეკითხო უბრალოდ თუ შესაძლებელია მარტივად მიპასუხე ესე იგი ის ახსენე შენ რომ სადაც აქცია იქნება გასამართლო და ქვა იქნება სასროლიო იქაც ვიქნები თუ საჭიროაო ხო და აი ეს მოკლედ რო შევაფასოთ მე მგონი არ ყოფილა ისეთ მიტინგი სადაც არ ყოფილა აი პეტარდების სროლა პოლიციების თქვების სროლა და ამ შემდეგ იყო სწორი არასწორს არ ეკითხები რა ლეგიტიმური იყო ეგეთი სახის პროტესტი იყო შენც ის როლე პეტარდი? პეტარდიან ქვა? არა. ამის ხორშეულია დაიჭირო ისე. ეხა არ დავაჭერე, დაგიჭერე. არა, მეც ჯერეთი აღიარების გამო სხვა მტკიცებულის გარეშე არავის არ შეუძლია რომ დაგიჭიროს. მაინც მე დავაჭერე. მე ვისროდი სიყვარულით სავსე ბუშტებს. ჩვენს ეგრე ხო და ანუ ეს რაცა მოდი ეს ავხსნათ რა მოდი ეს ავხსნათ აი ესეთი სახის პროტესტი პრინციპში ძალადობრივი ფორმაა ხო თუ პირდაპირ არ გაქვს ადამიანის არა ნახე რა პირველი ასე რომ ვიდექით პირველივე დადგომაზე ბოთლი მესროა პოლიცია თვალი არა ხო და ეს ძალადობრივი ფორმა შეიძლება იყოს გამართლებული თუ იქიდან წამოვიდა პირველი ძალადობა ანუ ბოდის მოგიხდით რა ეხა გედედეს ყველაზე მაღალჩინოსანი გამოვიდა და პირდაპირ თქვა დაქირავებული ყავდა ხალხიო რომ იქიდან ესროლათო და ანუ მე მინდა უთხრა იმ პოლიციელებს რომლებიც სპეცნაზელებს რომელიც დგა ვიც იდგა და გესროდა თქვენს იყო ბიძინა ივანიშვილი გომელაური ეს ხალხი გესროდნენ მე ჩვენც მოგხვდა და ჩვენც პასუხები გაგეცით ეგ იყო და ხო იქ არ იყო გაბრაზებული ადამიანი მივა და ქვას აიღეს ხო ის აი მაგის ლეგიტიმაცია სად გადის შენი აზრით რომ აი ჩვენ თუ ვამბობთ რომ ხელისუფლებამ გადაგვახია კონსტიტუცია ახლა კონსტიტუციური ნორმის განმარტება ხო ანუ კონსტიტუციის სასამართლოს ხო არა ლეტალური არ უნდა გამიყო რომ ადამიანის ჯანყის უფლება გვაქვს პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დააყენო იმის ქვეშ, საფრთხის ქვეშ, მაგრამ დანარჩენი ხა თუ თანხდებით რომ იმან დაარღვია არა მარტო დაარღვია კონსტიტუციური ჩარჩოები და სრულად გავიდა. როცა უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა არის მოვალეობა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიდაოთ ხა მარკეტინგულად რამდენად იყოს სწორი პეტარდების გამოყენება, უბრალოდ უნდა გესმოს რომ პეტარდი არ არის ლეტალური არაღი, მან არავის დასაზიანებლად არ იყო მეტანილი, როგორც წესი შენობას ესროდნენ. უმეტესად შენობას ესროდნენ, ის არის ერთი კადრი არის, სადაც მე მტყვია მრქვევით ადამიანისთვის და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმის იქით მანქანა იდგა რომ წყალს ასხამდა მან ვიყავენ წყალზე ადამიანებს ასე არავინ არ ესროდა მაგას და მეორე მხარეს იყო როცა შემოდიოდნენ და შესაყევებლად რომ ადამიანები გაქცეულიყო ეს რომ ვიღაც ტიპი დაეჭირა დაგდებული და თვალში ესროლად როგორც 10 კაცი ჩვენ გვირთყავდა და მე მანქანაში კიდე ზევიდან გვიმატებდნენ ეგრე ნამდვილად არ ყოფილა ხლაპუშკა იყო აი ჩვენ რო იქ დაგოჭირა დარწმუნებულია რომ ეგრე არ გავლახავთ რა შანსი არა არ გაიმეტებ ხო რაღაც არა გადავეფარებოდ მინდა კითხო რა ანუ როგორ დაგხვდნენ და მოყევი ის გამოცდილება რა შეიცვალა შენში მაგის მერე და ანუ რას ეტყოდი რა იმ ტიპებს ვით დაგხვდნენ რა არის მე მაგათ ხალხად არ ვთვლი ესე მაგათ არაფერს არ ვიტყვი გენ ადამიანები არ არიან ეს ან მაგის მაგათ ბოსი მაგათ ლაპარაკი არ ღირს ან მაგათ ბოსი ერთ-ერთი ის კატეგორია რომელთაც ლაპარაკიც არ ღირს და ამაში მაგათ რა ღირს შემიძლია აი მაინტერესებს რომ მოყვე ორი სიტყვით რა მოხდა და როგორ იყო რა სახთან რომ მივედი ჯერ ის იყო რომ გრიგოლ გეგელი იყო და მაშინ ახლა დახვედრები იყო დაცვად ყავდა ბიჭი რომელსაც მითხრა რომ მიგაცილებ სახში თუ გინდა და არა მეთქე მე უნდა დაამხდეს სახში და წინა დღეს იყო რომ გია ჯაფარიძეს დაესხნენ თავს და მივედი საავადმყოფოში ამან რომ ისე ჯანზე ვერ გამიბედავდი ჯანზე და საავადმყოფოში რომ მივედი იქ დამირეკეს იქვე რა და ვის საავადმყოფოში მიხოდი გია ჯაფარიძე იყო ნაცემი და მანდ მივედით სურათმანდ იყო და და მან დამირეკეს და მითხრეს რომ უკან იხედეო სადარბაზოში რომ შეხვალო იმიტომ რომ გცემთო და მითხრა უკან თუ ვიხედო სადარბაზოში როგორ შევალ ტელეფონში მითხრეს რა და მითხრა უკან თუ გავიხედები მეთქი სადარბაზოში როგორ შევალ მეთქი ანუ ეგრე არ არის ხო ძმა და კაი შეგაგინე ის კენთქო გაუთიშე და მეორე დღეს რომ მოვედი უბრალოდ იქ გამიმართა რომ ქავთარაძეზე რა ხელი შევამჩნია არც უყურე არც მეგონა რომ მე დავხვდება და ხელი შევამჩნიე ვიფიქრე რომ 1-5 კაცი იქნება ხელში არაფერი არ იქნება როგორც მიდიოდნენ ადამიანებთან მე მქონდა დრინი საკმაოდ კარგი დრინი ჩავალე ხა მეთქი ორ კაცს მაგრად დავარტყამ კი გავიქცევი და ესენი თავენ კომბლე ქონდა ხო ეს არ მოუყოლა ანუ თვითონ ჩასულა რა ორ კაცი არა უყურე ასე ხო არის
კორპუსი დავინახე ხელი და რატომღაც შევამჩნიე რა თან ჩემი მეგობარი მელოდებოდა იქით და იმას მიწერე რომ ერთი წამი არ წამოხვიდე თქო და მე არ SMS რომ რა ხდება და ერთი წამი რა ხდება და ბოლოს არის რომ წადი გამლახეს უკვე და ეგ იყო რომ ხელი რომ დავინახე მე ვნახე რომ სადარბაზოში შუქი არ ანთებულა ანუ შიგნით არავინ არ შესულა ანუ იქ იდგა ეს არის პატარა კედელი რა და ჩავედი და შევხედე და ეს ტიპი ესე არის ატუზული რა სამედიცინო პირბადით გამოდით ხო ხომ მე ეხა ყველაფერს არ ვიტყვი რაც იქ უთხარი და ეს არ ინძრევა ტიკი ახურად უთხარი გვერდით ვიღაც ხედა რომ აი როგორი ბეისბოლის ბიტით მოდის ისი რაღაცები რომ აწერია ხო ისი აწერია იმაში რომ მოგიგდეთში რომ მიგაცა რაღაცა თუნდა ხოლა რომ რაღაცები აწერია და 1-5 კაცი ერთად გამოვარდა რა და ერთს ხელში რა ეჭირა ეგეც არ მახსოვს და ნუ მანდ მივხვდი რომ არა აი რაღაცა გრძელი და ამას ბიტა და ვიღაცას დრინი და იქ რაღაცა ცოტა ვიხმალავეთ მე გავიქეცი მე თავში მომარტყეს და უბრალოდ ერთი ის იყო რომ როცა დავეცი ხელში რაც ქონდათ დააგდეს და უბრალოდ დამჩექმის რა მე მაგის მე ბევრჯერ მივնახე სახეზე ვერ იცანი ერთი სახე უჩვენ მოდი გადავხო ეს ნაწილი ამოჭრა და თქვას რომ იცნო და მაგრა შეიძლება აი თუ ვიცანი და მაგის მე ბევრჯერ მივնახე ხარ აქციაზე რას მიაღწიეს ამ შენი დახვედრით და ესე არაკაცულად დამალულად ზურგიდან დარტყმით ეს ალბათ შესაშინებლად არ იყო მე პასუხებს ის არ არის რომ არ შემეშინდა ეგრე შეუძლებელია თქვა რომ არ შეგეშინდა და სადღაც რომ მივდივარ რეაქცია მაინტერესებს ყოველთვის ძალიან ისე მივდივარ ხო ვერ ვიტყვი შიშით მივდივარ მაგრამ ბევრად უფრო ფრთხილი ვარ ვიდრე ვიყავი და რა ვიცი კიდევ ვინმე თუ ნახდება დიდი შანსით ციხეში მომიწევს ასვლა ალბათ ძალიან კაი რატო თავის დაცვა არ არის და სასამართლოში არა ნუ ნაფიცაჯულეს შევარჩენე კაი ხატო მომაყოლინე ციხეს არა ეს საზოგადოება მომავალთაობა მიცოდეს როგორ ექცევა ხალხს ეს მთავრობა და ვინ მართავს ჩვენ ქვეყანას არა და რაზე ვსაუბრობთ ეხლა ჩვენ ცოტა ისევ ვსაუბრობთ რომ არა იცი რა არის ამ ქვეყანაში ჩემთვის პოლიტიკოს სტანდარტი არის ძალიან მაღალი ამ ქვეყანაში არის იყვნენ ადამიანები რომლებიც ჯერთი იარაღით ხელში იბრძოდნენ თავენთი სიტყვა რომ რაღაცა ეთქვათ ამ ქვეყანაში ესე თავისუფლად ვერ დაждდებოდა და ვერავის ვერ გააგებინებდა ეროვნული მოძრაობის იქითაც უწახვიდე ჭირდებოდა რომ ხალხი შეგეყარა და მანდაც ანუ ხიშტით და იარაღით მოვიდოდნენ და მოკლავდნენ ანუ რაღაცას ისეს თუ იტყოდი რაც თავრობას არ მოსწონს მაგის გამო ან დაგხვდებდნენ ან გადაგასახლებდნენ დღეს ეს ახთან და ახთან და ერთხელ ცემეს აქვე 5 წლის განმავლობაში როცა 5 წლის განმავლობაში კოცები ამას ამოჭრია და აი მაგას გეუბნები შეკეცვა კაი ყოფილა შეკაი ადამიანი აი ხო და საბოლოო ჯამში ეგ არის რომ დღეს ბევრად მარტივი იყო პოლიტიკოსობა სტანდარტის მაღალი გვაქვს ხა იყვნენ ადამიანები ვინც გაიქცა და ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ იმისთვის რომ აჯანყება გაეკეთებინათ და ანუ ტიპები იყვნენ ვინც მართლა იარაღით ებრძოდა რუსეთს და ნუ მაშინ ის კი არ იყო მთავრობა და რუსული მართლა რუსეთი იყო და წითელი ჟამბი მე მახსოვს მე გამოცდილი მაქვს ეგ პერიოდი ბეტერებიც მაკითხავდნენ ხოლმე სახში და სკოლა დამიწვეს სახლი დამიწვეს რუსებმა და რა ვიცი აი მაგაში გავიზარდე ჩემი სახთან ცემით ან რაღაცა დაკავისეთ ცემით აშინებენ ეხლა მოკლედ ეხლა რა სიტუაციაშიც ვართ გარკვეულწილად ალბათ შეიძლება ეწოდოს სტაგნაცია და ჩიხი რა ამ პროცესს იმიტომ რომ ან პირიქით შეიძლება ბოლო აპგრეიდი ისეთი ზღვარია გავლებული რომ იქ ის ართმობს იმიტომ რომ სისუსტეთ მიაშნია ეხლა დათმობა არჩევნების დანიშნვა იქნება თუ პატიმრების გამოშვება სისუსტეთ მიაშნია და მაგის გამომჟღავნებების ყველაზე მეტად ეშინია აქედან მორე კიდე რა უნდა დათმო მართლა ხო არ დათმობ იმათ არჩევნების რა გითხრა მაგრამ 19 წლის ბავშვები მსახიობები ციხეში მყავდეს და წინასწარ პატიმრობასაც უსჯიდეთ ორი თვით მაინც გამოუშვი რა სანამ გაასამართ აი ამის ეხა აი რეალისტური გაგრძელება რა ეს პროცესი ეს ჩიხური პროცესი ხო რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ანუ რა ვარიანტები აქვს რომ ეკონომიკური კოლაფსს მასშტაბში შეცვალოს რამე სამეულში შევდივართო სამეულში დღეს გამოაცხადეს სხვათა შორის სოფლიოში სამეულში ვართო ეკონომიკური ნუ რასაც ხადებენ ერთია ანუ ეკონომიკური კუთხით შეცვალოს რამე საგარეო ჩარევით შეება ტრამპმა მოიცალოს ჩვენთვის და რაღაცა ისეთი თქვას მაგრამ იმ ტრამპზე იტყვიან რომ აგე ვერ დაამარცხა დიპ სტეიტიო რა პუტის გულმა დაარტყავს თუ რას ველოდები აი ხო ყურე ყველაფერი რა ჩამოთვალე სინამდვილეში არაფერი ჩვენი გასაკეთებელი არ არის ანუ ყველაფერი რა ჩამოთვალე სულ არის აი გარეთყურება რა ეკონომიკური კოლაფსი ალბათ შენი გულისხმის რომ ვიღაცების სანქციებს დაგვადიმენ და არა ვარ მაგის მომხრე რომ სანქციების გამო ჩვენ დავზარალდეთ და ხალხი დაზარალდეს მე არ მჯერა მაგის რომ ეხა ვერ ხვდებიან და მოდი მოვაშიოთ და ქუჩაში გამოვიდნენ ეგ არ ხდება რა მოვაშიოთ არა შენეუნები რომ ეს თავრობა მოგაშიეს მაგით უნდა გამოხვიდე ქუჩაში შენ ძალით უნდა მოაშივებინო რომ ქუჩაში მიიყვანე რითი განსხვავდები მაშინ იმ ხელისუფლებისგან რომელიც აშიებს ანუ რეალისტური მოლოდინები რა შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი რო ვთქვათ რა აი გასაგებია რომ ზუსტ ვერ დადებ კაცო მაგრამ არა აი ხალხი რომელიც გელოდება რა ელოდება შენგან რას ეთქოდი რა როგორ წავიდეთ სად წავიდეთ
ხო, მაგას ვიძახ, რომ ამ ქვეყნიდან წასასვლელი არ არის ჩამოსასვლელი, იმიტომ რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში არის დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა. დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ძილის წინ და გაგუძებისას შენ ირჩევ, რომ წინააღმდეგობაში იყო. ეს მაინც და მაინც იმას არ გულისხმობს, რომ ყოველ დღე რუსთაველი უნდა გადაიკეთოს. შეიძლება მოვიდეს დრო და ერთი კვირა და ერთი თვე რუსთაველი არ გადაიკეთოს, მაგრამ ეგ იმას არ ცვლის, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები წინააღმდეგობაში. თუ ეხო ნახით ორივე, რომ 300,000 ადამიანი, ავიცი, ზუსტი რიცხვი არ ვთქვა. ახალი წლის ღამეს ყველაზე მეტი. ვიც ქერდი იქით და იქით არ ჩანდა თავი და აქეთ არ ჩანდა ბოლო და ყველა ამოდენი ბეჯერი იყო ეგეთი საღამო. ნებისმიერ დრო შეიძლება და რაღაც სპეცრაზმელი გამოვარდნილიყო ვიღაც წაიყვანა ეცემა, მაგრამ მაინც იქიდნენ, ხო? მე ვიცი რომ ეს ადამიანები ისევ აქ არიან. ისევ გამოვლენ თუ საჭირო იქნება. ეხლა გასაგებია რომ ჩვენ შეიძლება გვეგონოს რომ აი მეგორო 15 წუთში არის საჭირო, მაგრამ მაგ ხალხს ეგრე არ გონია. მაშინ მოდი ვიმუშაოთ ხო, ჩვენ რაც გონია ის დავაჯეროთ. არ გადაიფიქრებდა ის ხალხი ეხლა. არ გადაიფიქრებდა და ქვეყნიდანაც არ გაქცეულან რა. შეიძლება მოიმატა კიდევაც. ქვეყნიდანაც არ გაქცეულან და მაგ სურათს ვერავინ ვერ დახატავს, რომ ეხლა ვინმე მასურად ქვეყნიდან გარბის. ტყუილი ეგ არ გარბის. ვინმე უკვე გასაქცევი გაიქცა რა ჩემი აზრით. რატო არ გავიქცევოთ ეხლა ყოველთვის შეიძლება რომ დაგვაკავონ რა და ციხეებში ჩაგვცენ ეხლა სწორად აკეთებენ მაგასო არ აკეთებენ, მაგრამ მე 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას პასპორტის ვადა გამივიდა და პასპორტის ვადას არ გავუგზელე ვადა რომ არ მეფიქრა რომ წავაგებ და სადმე გასაქცევი ანუ ფსიქოლოგიურად თუ ამაგ ქამდე მივალთ რომ ასეთ ბრძოლაში ვიქნებით აუცილებლად დავით აღმაშენებელი 21 საუკუნე edition უკან დასახები ხომ ეთანხმები რომ ხალხი ისევ აქ არის ხომ ეთანხმები რომ მაგ ხალხს ეხლა მაშინ თუ არ ეშინოდა პირველ რუსულკანს მეორე რუსულკანს თუ არ გეშინოდა ეხლა თუ არ შეგეშინდა რავი რამ უნდა შეშინოს მაგრამ ეგ ხალხი იცი რატო აღარ გამოდის ესე ყოველ დღე შედეგების არ გავა შედეგებს ვერ ხედავენ ჩემი აზრით რომ თვლიან რომ პროტესტს კარგად ვერ შეეხიდენ ინფორმით პოლიტიკოსები რა ფორმით გაადიავეს ეს საპროტესტო მუხტი პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაზარდეს პრობლემაა მე გეთანხმები მაგ პრობლემას უბრალოდ არ მგონია რომ ხა ვინმე სახში იჯდეს და აუ იცი რა ეს საპროტესტო მუხტი პოლიტიკოში ვერ გადაზარდეს ანუ აქციას არ გავა არა თან იღლები ფიზიკურად ადამიანი ცივი ჩემი აზრით კონკრეტული შედეგები უნდა კონკრეტული პატარა შედეგები უნდა ხალხს რომ ამ შედეგებმა კონკრეტულად დავინახოთ რა შედეგები ჩემი აზრით ეს პატარ-პატარა შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა უბრალოდ ჩვენ ისეთი მაღალი ხა სტანდარტი დავაწესოთ რომ პატარ-პატარა შედეგები არ არის შენ რაც თქვი ეს სტაგნაცია და რაც მაგას თავი დავონე მარტივ სიტყვამად რა ეგ არის კრიზისი ოღონდ როგორი კრიზისია იცი ქართულოსნოს უნდა რომ გვაჩვენესო თითქოს ვაფშე არ არის კრიზისი არაფერი არ ხდება ესეთი არ ხდება აქედან ეს მონებო რუსებო იქედან თქვენ ხარ მოღალატეები გეები რა ეს კრიზისი ოპოზიციაში არ არის ჩელე კი ყველგან არის კრიზისი უბრალოდ თავარი კრიზისი ქვეყნის კრიზისი რაც არის ის რომ არის ხელისუფლება არის ოპოზიციის სუბიექტი ერთმანეთს არ ელაპარაკებენ ხელისუფლება ხალხს არ ელაპარაკება აქეთ ნაწილს და ეუბნება რომ თქვენს გიჟები ხარ და თქვენს გასაწყვეტლები ხარ და ყველა დასაჭერები ხარ და საბოლოო ჯამში და მე მგონი ოპოზიცია ეულდება პროტესტანტებს დემონსტრანტებს რომ აი ეხა რაღაცას ვიზავთ და ისიც არ ელაპარაკება რეალურად ხალხს წარმოგიდგენთ ქართულმა ოცნებამ ეხა კაცი რო გამოგიგზავნოს მოსალაპარაკებლად ხო თავს გაუგზავნით უკან პატას თავი გაიგზავნება უკან აქედან რომ ვინმე წავიდეს მოსალაპარაკებლად ქართულ ოცნებას ანალოგიურად იცი რა დაიმართება შეიძლება ერთი თქვა მეცეს რომ ხო და საბოლოო ჯამში თან ლეგიტიმაცია არავის არ აქვს ვის მინ რა უნდა მოელაპარაკოს ეს სიტუაცია მაინც ქართულ ოცნებაში მე მახსოვს პოლარიზაციის სულად ქართულ ოცნებაში ჩემი მე მახსოვს დიანა ტრაპაიძე დაუსვა ეგ კითხვა ხიდაშელს და ორივე ეგრევე დავთაკე და ვის რას და რატომ ხვდებით დიანა ძალიან გამიბრაზდა მაგრამ ეგრე არავის არ აქვს მაგის უფლება ეგ უფლება ვინმეს თუ ექნება ეგ ხო ფურცელი უფლება არის წარმოგიდგენთ ეხლა ქართულ ოცნებას რა უნდა ქართულ ოცნებას რა უნდა სიტუაციის ნორმალიზება უნდა რა ეხლა თუ აღმოჩენს აქედან რომ თორნიკე შეუძლია სიტუაციის ნორმალიზება თორნიკეს წაიყვანს და რაღაცას მოლაპარაკებას დაუწყოს უბრალოდ ჩვენ იმდენად ბუნებრივი პროცესი არ შეუძლია იმდენად ბუნებრივი პროცესია არც ერთ პოლიტიკოს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ შეუძლია რომ რაიმეთი იბაჭოს ერთადერთი სავაჭრო რა იყო პატიმრები მანდატები ჩვენ ესე სავაჭრო მანდატები ძალიან კარგია რომ ბიზნესი ვენიშვა და ჩაჩეხა ეგრევე ბუნებრივად მოვედით გახარიამ დაიტოვა ერთადერთი სავაჭროდ კი ბუნებრივად მოვედით ბუნებრივად მოვედით გამოდის რომ ხო კი აი კითხი არა დაამთავრებს მაინტერესებს რა მანდატებისაგის ანუ ჩვენ გვეგონა რომ ეგ იქნებოდა სავაჭრო მგონია რომ გულში ყველას ეგრე ქონდა და 20-ში ვივაჭრეთ და ეხლა მაშინ კაკალედე და ეხაც უნდა ვივაჭროთ და ბიზნესმა თქვა რომ ეხლა თქვენი თამაშის იმს არ მაქვს და ჩაჩეხა ეგრევე ვაჭრობა მოისპო ის ხალხი ჩვიდად არის ქუჩაში ვინც არის იმიტომ რომ არავის აქ პარლამენტში შემოვალ და პოლიტპატიმარი გამოუშვი რაც არ უნდა მდომოდა ამის თქმა ეხლა ვერავის მაგას ვერ ვიყო კაი როგორ გამოუშვოთ პატიმრები ჩემ აი ეს წამი სადამდე ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაგრამ ეგ ესეთი კითხვა რომ ამაზე არ მგონია ხა მარტივი პასუხი გქონდეს და არა მისი კონცენტრირეთ რა მე პოლიტპატიმარში შევდივარ ხოლმე როგორც ადვოკატი ვესაუბრები
მეჩვენება რომ ბევრად ადეკვატურები არიან შიგნით ვიდრე უმეტესობა არის ცხოვრების ეულად ეგრეა ხო და ეს ვეუნები ხო დამშვიდება მინდა ტყუილის თქმა არ მიყვარს ვეუნები რომ აი მე მგონია რომ რაღაცა ერთი წელი რო გავა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები როგორც უნდა ჩატარდეს ერთი თვის მერე ეხლა რაღაცა აი მანდ მოდიოდი ხო და ისა იმედის მიცემა არა შეიძლება ეგეთი მეც კი არა მართა რაც გონია გულწრფელად რომ ყველაზე ცუდი სცენარი რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ავის დავიშალეთ რო ქვეყნიდან გავიქეთ რაღაც გონია რომ გამოშვედა იცი რას მეუნებიან რომ აი ვიცი ონისე მითხრა რომ მზად ვარო 1-4-6 წელი ვიცი რომ აქ მომიწევს ყოფნა ზუიადმას ეგ მითხრა რომ ადამიანები მშობლებსაც კი ეგ ის აქვს როგორც ვიცი პოზიცია მშობელი ციხეში არის ის და ციხე არის ვაჭროთ თავისუფლებითო ხო არა არც არავის არა აქვს უფლება ეგ იქნება პატივრის თავარი ის არის რომ იცოდეს ანუ იცოდეს სად არის წერტილი რა ანუ რაღაც იმედი ჭირდება და აი ეს ამის იმედის მიცემა ძალიან ძნელია ის იმედი თუ დაინგრა შეიძლება სრულად დაინგრეს ადამიანი და ამიტომ მაგაში სუფთხილად უნდა ვიყოთ აი მაგ იმედის მიცემაში მოვედით კიდევ ერთ სავარაუდო სავაჭრო წერტილთან რაც ახსენეთ თვითონ შელემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ იურიდიულად მართლა არ მახსოვს როგორ არის თქვენ ვერც მოასწრებთ ხო გონი რომ მგონია ძალიან თუ მოინდომეთ მოსწრებთ უბრალოდ მოინდომებთ არავი რა როგორ არ ვიცი არა მაგაზე ხო განსხვავებული პოზიცია მე თქვენზე ვიცი ესეთი ჭორიც იყო რომ საერთოდ პარლამენტში შესვლა უნდა დაჩელეს და ცოტესო მე ცოტა ერთუშევად არ ყოს სხვათა შორის არ ვიცი როგორ მაგასაც თუ გინდა მოგიყვები თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხება მე რასაც უყურებ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დადასტურებლად არ ვთქვი ეს რომ მონაწილეობას მიიღებს მოცემულ სიტუაციაში გონია რომ ის ვინც იტყვის რომ ეხლა მოსაგებად შევალ ამ არჩევნებში იტყუება ან იტყუება სულელი ვერ მოუგებ რა ამ არჩევნებს ვერ მოუგებ ესე რაღაცა მაგარ ერთობას თუ გააკეთებ და მარტო თბილისზე და რაღაცა ისიც შეიძლება მე მოუგო და ყველა დიდ ქალაქში მარტო თბილისზე და ისიც შეიძლება რაღაც შანსი გახდეს უბრალოდ იმის იქეთ თუ გამოიბაჭრებს ახლა ვიღაცა იმას რომ საარჩევნო კოდექსი შეიცვალოს პოლიტპატიმრები და უბრალოდ ესეც არის ძალიან ჰიპოთეტური არ ხდება ეს პროცესი არ მიმდინარეობს შესაბამისად შეგიყვას და დაგასრულებს ეგრევე ბიზნესი ანუ ამ ეტაპზე რა რეალობაც არის შენ აზრს ვერ ხედავ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა ძალებმა მონაწილეობა მიიღო მოსაგებად ვიღაცა თუ იტყვის რომ რაღაცა სხვა მიზეზი მაქვს რამეს თუ მოიფიქრეს ლეგიტიმურს კი ბატონო მიიღოს მე არ მგონია რომ ვინმე საგით ლეგიტიმაციას აძლევს ჩვენ რა შეგვეხება ეგ რომ მინდოდეს უკვე დარეგისტრირებული მექნებოდა პარტია ანუ ეგ რო იყოს ჩვენი მიზანი უკვე დარეგისტრირებული ეგ არ არის ძალიან ნელა მივიყვებით აუჩქარებლად გუნსკრებთ მუშაობთ ეს გაურკვევლობა როცა იყო ოპოზიციაში მანდ მიღება არ მიღების ნაწილში ჯერ კიდე იყავით თქვენ თუ აღარ იყავით ეს შეხვედრებზე და შემდეგ ვინ ახურევდა ვინ კი ვიცით პრინციპში მაგრამ აი თუ ვიცი მე მითხარ იმიტომ რომ მე არ ვიცი გლედო და გახარია და უნდათ მოწესრიგება მაგათ უნდათ რომ დაიტოვონ ასე ამბობენ დეკლარირებულად რომ აქედანვე არ თქვათ პასუხიო რომ ოცნება იყოს იმაში რავი არ თქვან პასუხი რა საჭირო რომ პასუხი მაგრამ ხალხს აქ ეჭვი აი იმ ხალხსთან პროტესტზე ვინც აქციაზე ვინც დგას რომ ეს პოლიტიკური ტექნოლოგია კი არ არის პასუხს რომ ამბობენო რომ აპირებენ მონაწილეობას და ერთ ადგილს ათამაშებენ ანუ მონაწილეობა თუ არასწორია როცა მაგას გააკეთებენ და მაშინ თუ არასწორი იქნება მას შეუძლიათ რა გინონ რა საჭიროა წინასწარგინება არ არის საჭირო კოკასანამ გატეხა მანამ ხორნა და ქცევონ და წინასწარი ხარ ეგ ჩემი აზრით არის რაღაცა გადატანა ფოკუსის მე რომ ჟურნალისტს მეკითხეს ფოკუსი გადატანა იმიტომ რომ მე ვთქვა ხა ჩემ თუ შეხარ ჟურნალისტი რასაც ვკითხავ მაგაზე პასუხს გაქცევ ქოცებმა შემოაგდეს ეს თემა ნაცებმა შემოაგდეს მე ეს არ მაინტერესებს რა ამ შემთხვევაში ვინმე ჟურნალისტს თუ შეკითხა უნდა უთხრა პასუხი ჩემთვის კაფეო პასუხია რომ ჯერ არ ვამბობ ეს ნიშნავს ხო მაგეჭ და მაგაში პოლიტიკურ ფასს იხდიან რომ ვიღაცები ამბობენ რა ესენი მონაწილეობას აპირებენ რა და ეჭვი შექვთ მაგაში იხდიან პოლიტიკურ ფასს მაგრამ შეიძლება მე პლუსი მიიღონ მაგაში რა როცა არ ვიცი როგორც მე აი რაზე ვაჭრობა მოსულა შენი აზრით ოცნებასთან ამ ეტაპზე რა ის რაც შენია ყოველთვის ვაჭრობა ყოველთვის მოსულა იმაზე რაც შენი არა მე სხვაგან მაგრამ ეს პოლიტიკური ვაჭრობა პოლიტიკურ რა შეიძლება დაუთმო აი ხა ამ ეტაპზე კოცებს რომ აი რა შეხების წერტილი აი ძალიან გვინდა რა აი ძალიან გვინდა ვთქვათ რომ რაღაცა შეიცვალოს რა რაღაცას მივახცევინოთ რაღაცა დავათვალოთ აი ხა პირობითად ახალი შარლ მიშელი რო გაიჩითოს ან იგივე შარლ მიშელი არ ვიცი ხო როგორც ეს მოლაპარაკებები ხო მოლაპარაკებები როცა მიდის როგორც ესი მომლაპარაკებელი ორივე მხარეს უყენებს იმას რომ რაღაცა შენდათმე რაღაც შენდათმე აი აქეთ ამ მხრიდან ვილაპარაკოთ მოდი რა აი რა შეიძლება დაუთმო რა უნდა ქართულსა ანუ შენ რა ქართულსებას უნდა ხელისუფლებაში დარჩენა ეხლა შელეთ მას მოუწევს რომ უთხრა არა ხელისუფლებაში დარჩენა მინდა დიდი ხნით ეხლა მაგაზე ეხლა რა უნდა ეხლა შენ ეხლა რა უნდა იმის ლეგიტიმაცია ჩემი აზრით
ლეგიტიმაცია ჩვენ ხომ მიცვით. ლეგიტიმაცია საერთაშორისო პოლიტიკური მაზა უნდა მისცენ. ეხლა პარლამენტიდან გამოვიდი, მე რაც არ უნდა ხელი მირტყან, ეხლა მე ლეგიტიმაციას ვერ გამოვიცე. ნუ რაღაც წილში ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღება ლეგიტიმაციაც იქნება რაღაც. აი ეგ ეს ეუთოს გენერალურ დივანიო ჩამოვიდა, ეგეთი ლეგიტიმაცია იქნებოდა, არ არის ხსენებაში ლეგიტიმაცია, ამათ ჭირდებათ რომ რაღაც ამერიკის რაღაცა კაცო ყავდა პრეზიდენტი რომელსაც უნდათ, თუ ვიცი. კრიზისის აღმოფხვრა. შეუძლია ოპოზიციას კრიზისის აღმოფხვრა? არ შეუძლია. ესე იგი, რამე აქვს ოპოზიციას სავაჭრო? არ აქვს ოპოზიციას სავაჭრო არაფერი. მაგიტო არ მიდის ეს ვაჭრობა, რომ ქართულ ოცნებას რაც უნდა იმის გაკეთება ოპოზიციას არ შეუძლია. არა აქვს ეგ კარტები ოპოზიციას და ეს ოპოზიციას იმიტომ არ შეუძლია, რომ იდეაში საპროტესტო მოძრაობას ოპოზიცია არ აკონტროლებს, რაც არ უნდა ოცნებას უნდოდეს, რომ ესე გამოიყვანოს. ერთი არის სანქციებზე თავის არიდება, შეიძლება და გიორგი ვაშაძეს კიდე. უბრალოდ სამოქალაქო სექტორის მუშაობს იმაზე, ეხლა მაგალითად აი ერთ-ერთ ელჩს მე და ცოტნეც უნდა შევხვდეთ, რაღაცები უნდა მოვუყვეთ, ანუ ადამიანები იმის იქეთ რაღაც პოლიტიკოსების იქეთ ევროკავშირის ძალას ემსახურებებს. არა, კი არ უნდა მოვემსახუროთ. ხო და შეიძლება წარმოიდგინე, მაგაცი მაგრამ მეცინება. ეს შეიძლება ეხლა რასაც ვიტყვი სულად შემომიტრიალდეს, როდის მაგრამ მეცინება ამეჩებს, ანუ მთელი ცხოვრება ხო ამ ქვეყანაში არიან იმ პერიოდში, როცა აქ არიან და პირველია და ეგ ცუდი მოწყობით უნდა ჩელესკა, ჩელემ რომ უნდა მოუყვეს, რა ხდება ქვეყანაში. ხო და არ ვიცი რა უნდა ეხლა ხო არა ის თავის იმას შეავსებს რომ ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს შეხვდა აი ეს ახალი კაი ბიჭები არიან და რეპორტს გააგზავნეს არა მე ვფიქრობ მე აიცი რას მეუბნებ აი გამოვალ და გირეკავით აი გეტყვი კიდე რა შეიძლება გითხრა ცოტა ოპტიმიზმი შემოვიდა ამ საკითხში მე ვფიქრობ რომ იმ ევროპულ ქვეყნებს ან ამერიკულ ქვეყნებს რომელიც წარმოადგენენ საქართველოში ჩემი აზრით ერთადერთი ინტერესი აქვთ რომ საქართველოში პოლიტიკური განვითარება მოხდეს ახალგაზრდები შემოვიდნენ პოლიტიკაში და ეხლა გამოვიდნენ ბიჭები ცალკე თქვენს რომ გიჩი თავისუფლებას აჩვენეს როგორია რეალურად თავისუფლება. მე კაი ვარიანტი აჩვენეს თავისუფლება მე ვფიქრობ რომ ამის შედეგია ეს ყველაფერი. კარგი ვარიანტი ეტყვიან რომ კარგი ბიჭები ხართ რო წამოხვით რა გინდათ ამ გვარამის და რაღაცით რასაც შეძლებს ჩვენს დაგაფინანსებთ. აი რომ ისა რა გინდა გვარამის აი რა გინდა მაგრამ ეს და კარგი ბიჭები ხართ რაღაცით ჩვენს დაგაფინანსებთ. ხო გინდა რო არა გვარამიესთან ელჩი ფულს ვერ მოგცემს. ბიჭო ელჩი კი არ გაძლევს. ჩვენი გვარამიესთან არის? გვარამიესთან იყავი შენ? კოალიციას ულებისთვის ხო იყო. ისევ მათ რჩებით კოალიციაში? არა. პარტია დავტოვე კოალიციაში შემოჩერდა. ხო და პარტია რჩებოდა კოალიციაში ისევ ანუ გრძელდება. პარტია არის, აბა არ არის კაცო. არა, უბრალოდ რისით მომინდა ეს კიდევ ერთი შეიძლება სავაჭროც იყოს, რომ რას დარბი ხართ ეხლა მოცხოჩი, გაჩერდით და ახლა ჩვენ საქციებ არ გვინდა უბრალოდ ის არის რომ ის რა პროცესის დაძრულია, მაგ პროცესაც კი ოპოზიცია ვეღარ გააჩერდა. იცით რა ეს ირაკლი კიცემეს. მაგრამ არ ტკენია თურმე ეხლა რო ჩავიდნენ და ეგ რო უთხრათ არ გამო ანუ სავაჭრო არ შენ იურისტ ასოციაციას მომზადებული აქვს დიდი სარჩელი ელოდონ გაემზადონ რომ რომელიმე ცემა ეპატიებათ რა. ჩელე შენ რაც გინდა და თქვენ რაც გინდათ მაგ საქმის ხარისხენად საკეთებლად მოგწონს ეს არ მოგწონს არის საჭირო ფინანსები. მოდი გითხარი ვისგან არავითარ შემთხვევაში არ აიღებდი ფინანსებს თუნდაც იმ პირობით რომ არ ჩაერიონ და რაც გინდა საკეთო ანუ აი ეს უბრალოდ მოცემულ ფინანსებს და ვისგან აიღებდი. ბევრი ადამიანი არ არის ფულის მომცემი, უკიდურესად მოვერიდებოდი კეზერაშვილისგან ფულის აღებას, იმიტომ რომ ძალიან დისკრედიტირებულია და რაც შესაძლებელია დღეს პოლიტიკაში აი ეგეთი დიდი ფულის გარეშე საქმის გაკეთება ჩამოთვალე. რო იტყვი მე მაგის. ჩამოთვალე. არ მეტი ვინა მართა ფულის მომცემი, ეგეთი არ ვიცი, მე ვიცი რომ არის კეზერაშვილი. გილაური ალბათ. გილაური მე ალბათ ფულს არ მომცემს. და კეზერაშვილისგან მოვერი. ევროკავშირის ქვეყნებიდან რამე. ევროკავშირით უმეტყვის რომ რაღაცა გრანტს გამოგიყოფ, უარს არ ვეტყოდი. აქ ხა ფანდრაიზინგი და შენ ხარდამჭერს რაღაც უნდა გამოვიყო. ეგ მითხარი რა, თუ არის შესაძლებელი უფულოდ დღეს გადაწყვეტილებები მიიღო პოლიტიკური და იმოძრაო. უფულოდ არა, მცირეთანხევით კი. ეხლა უბრალოდ ეს პოლიტიკური პარტიები რასაც ხარჯავენ, ყველას ხარჯავს რომ არ ვიცი, მაგრამ დიდ ფულთანაა დაკავშირებული ერთთან ქონდა პარტიული სტრუქტურა შეინახო ვისაც აქვს. ხო, მაგას გულებს. ეხლა პარტიული სტრუქტურა ეხლა შემიძლია რომ სახში დავждე პარტია რომ სარდავაგისურის პარტია დავირთქვა და კონტენტი ვაკეთო სულ და ყველა ჩემი ტიპი სახში იჯდეს და ანალოგიურად აკეთოს კონტენტი. მეტი რა არის პოლიტიკა ხო ჩვენ ხა ოფისს რო ვერ გახსით მარნეულში და გორში ისედაც ვიცით რა ვიცი არც მოგწონს ეგ მაგის თუ იდეოლოგიურ თახვედრას იპოვი მარნეულ ბიჭთან ერთად, კახელ ბიჭთან ერთად იგივე
მიგივენაირად შენაირად დაჯდება სახში და იმ კონტექსტში შეგვიდის ხო? ეგრე ქონდა გაკეთებული კი ადრეს რომ გურიაში თუ ყავდა კარგი ხალხი ერთ-ერთი თავის სახში გახსნდა ოფის პირველ სართულზე და იქნებოდა იდეალური. ხო მეც ეგ ვფიქრობ, სულ მე დავებია ხოლმე რომ ფულის გარეშე ვერ მოიგებ პოლიტიკას, მე ვფიქრობ რომ იდეის გარეშე ვერ მოიგებ პოლიტიკას, ფულის გარეშე ნამდვილად მოიგებ. ფულის გარეშე შეიძლება არჩევნები ვერ მოიგო ალბათ უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ხედავთ რა ფულითაც. იყავი კოალიციაში, სადაც თავს იწონებდნენ იმით, რომ აი ჩვენ საგარეო კუთხით მუშაობთ, ძმაო და ეხლა თუ შიგნით ისე ძლიერები ვერ ვართ, მოგვიტევეთ და რამე იქით ხარეს ვართ და მე ამ საგარეო კუთხით მუშაობაშიც ვერ ვხედავდი დიდ წარმატებებს პირველ რიგში ჩვენ ტყვეებთან მიმართებით, რომლებსაც არ იყო ზეწოლა ერთადერთი ვინც გამოუშვეს იყო ალეკო ელისაშვილი და რატო გამოუშვეს დღემდე არ ვიცი, მაგრამ ბოლომდე მაინც არის მათ კითხვები, მე მაინტერესებს, ანუ რატო არის ზეწოლა უცხოეთიდან იმისთვის რომ ეს უდანაშაულო ადამიანები, არაფრის გამო დაჭერილი ადამიანები, რომელსაც ნარკოტიკები ვიცით რომ ჩაუდეს და საერთოდ ყველა უბრალოდ არიან დაჭერილები, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად ფიქრობდნენ, უბრალოდ ულვაში ქონდათ, ტატუ ქონდათ აქ და მაგის გამო რო არიან დაჭერილები ადამიანები, რატო არ არის ამაზე წლეხი და თუ აი მართლა ამ პარტიებს, ამ 4-ხეულ პარტიას აქვთ ამ ხელა გავლენა უცხოეთში თავის პრეზიდენტი თურთ, რატო არ არის ზეწოლა ქართულ ოცნებაზე და რატო არ ყავს თავისუფლება და შენ არ მითხარი, შენ მითხარი რა უთხარი პატიმრებს, მაგრამ მაინტერესებს შენი გზა როგორია მათ დასახსნელად. აი თავიდან ერთ იმას მოყვება არსად არ მომიყოლია და თქვენთან ვიტყვი, ანუ ახუბაძე სანამ დაიჭერდნენ ორი დღით ადრე აქციიდან მე და ჩემი მეგობრებმა მივაცილეთ სახლში რა და მის სახლთან გავჩერეთ ის თავის მანქანით იყო, ჩვენი მანქანით ვიყვებით რომ ეს დახვედრები იყო რაღაც და გიურგს არ დახვდნენ თქო და მაშინ რომ გადმოვედით ვლაპარაკობდით და უთხარი რომ მეთქი ახლა ვიღაცებთან შედიან ჩხრეკენ ხვალ დილით თუ არა მეთქი შუა დღის შენთან სახში მომლა გარჩეკენ თქო რა და აი მეთქი ბიჭო რა გაასუფთავე როგორ დანაც კი არ გიდოს ჭრელი დანა არ დატოვო თქო უთხარი და საპრესი ბრიტო არ ჩაიგდო საერთოდაც ზოგადად ისედაც გვილაპარაკია მაგაზე და ვიცოდი რომ სუფთა იყო და არაფერს მაგას არ აკეთებდა მით უმეტეს ამ საქმეში იყო კაც და იცოდა რომ ვიღაცებს აღიზიანებდა და ორი დღის მერე ვიღებ რომ ისო ალფა პვპ ედო ჯიბეში 3 გრამიო დააფასოვებული ესე ედო ჯიბეში და ნუ ამას მაჯერე გავლენის ნაწილი. აი მაგის თვითონ ჯერ. აი მართლა არა, ვის ჯერა? არავის არ ჯერა. უბრალოდ უწევთ ვიღაცებს ლაპარაკი რომ ეგრე იყო. თორე იმ პოლიციასაც არ ჯერა, იმ მოსამართლესაც არ ჯერა, იმ პროკურატურსაც არ ჯერა. არავის არ ჯერა ამ ქვეყანაში. არა, არასწორად არ გჯერა შენ. იმან იცის რომ ეგრე არ არის. ხო. არ გჯერა შენ. თორე დარწმუნებულია რომ ტყილა უბრალოდ წირავს ახალგაზრდა. ხარდამჭერები ვინ შეცდომაში შეყვანილი არიან. აი მგონია რომ მაგაში არც კი არიან შეცდომაში. უბრალოდ საბას ხვიტარის პროცესი გაუშვათ იმენ ლაივში მთელმა საქართველოს ნახოს და არ ვიცი იქ შეიძლება ამ გავაგზელებინოთ თუ შეიძლება თორნიკე მაინტერესებს გავლენას უგულისხმობთ იმაში რომ რაღაც კარები მათთვის არის ღია და შეუძლიათ რომ ინფორმაცია მიიტანონ ამაზე ვიცი რომ გავლენები აქვთ დანარჩენს რაც შეიძლება აქ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ იმის გამართლებას საკმარისად ვერ ვაკეთებთ იმით რომ უცხოეთში რაღაც გავაკეთებთ მე ზოგადად არ მომწონს ეგეთი პოლიტიკა სადაც მეუნებიან რომ აი ხა ტრამპი მოიგებს თუ ბაიდენი მე არანაირი გავლენა არ მაქვს ფიქრობ საერთაშორისო ორგანიზაციების წნეხზე იქ Amnesty International-ი ემეთ მინრომია არ მუშაობს როგორც ჩანს ეს ნეხი. არ მუშაობს ეს ნეხი. მე არ ვიცი კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა დაწნეხეს. ნეხი მუშაობდა, როცა ანგარიშს უწევდა დასავლეთს ქართული ოცნება რაღაც დონეზე მაინც. არა, რაღაც დონეზე ეხაც უწევენ, ეხა ხო არ გამორბიან და ხო რუსთავში შეკრებილი ადამიანები ხო აწუხებთ, ხო არ გამორბიან, ტყვიან თქვენ ყველა სხვა რცხილავენ, არა და გადაჭრიდა პრობლემა. ესე იგი, რაღაცა არის ზღვარი, რასაც ისევ არ ყოფილა. ჩემი ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა რომ დაულაგდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან უნდა რომ კარგი ურთიერთობა ქონდეს საქართველოსთან რომ ეს კრიზისი აეხლა ეს რაც გააკეთა შემოიღეს ეგ სიტყვა რომ ტრამპს შევეტენოთო ხო ხო ეგ ხო მოსენების შესრულელი ეს ძალიან უნდა თან მოზარდებით იქცევიან რომ რაღაცა გაბუტულია უფროსზე მაგრამ ეფრუვალს მაინც მისგან ელოდება საბოჯომში ეს უნდათ ამიტომ ყირაზე არ გადადიან და ეს ენდომებად სულ ბიძინა ივანიშვილი რო არის ერთი პლუსი მაგას ეგ აქვს რომ დიდი კაპიტალის მქონე ადამიანია და თავის კაპიტალს უფრთხილდება ყველაზე მეტად თუ ირაკლი ყობახიძეს უფრო ნაკლებად უფრთხილდება ვიდრე თავის და ისინიც ბოლომდე არ ასანქცირებენ როგორც შეუძლიათ, იმიტომ რომ უტოვებენ ავისი ჯო ვილსონი თქვა გადაგიჟებულია, მაგრამ მე ზოგადად ამერიკელებს იმედი უფრო მაქვს ამგვარ რაღაცებში წნეხში ვიდრე ევროპელებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია, კონსენსუსი ჭირდება, რაღაცები ჭირდება, დროთა განმავლობაში მგონია რომ წნეხი გაიზრდება, უბრალოდ ეს წნეხი პოლიტპატიმრებს ვერ გამოუშვეს. და პოლიტპატიმრების გამოსაშვებად ჩვენ ევროპელ ჩინოვნიკებს არ უნდა უყურებდეთ რა არ გამოვა. პოლიტპატიმრებს რა გამოუშვეს, რაღაც გამოსული გზები რო იყოს, ერთი ხო ბევრი ხალხი გავიდეთ და მთავრობა გადავაგდოთ ციხეებიდან იმას აქვე კიდოვანმა რო გამოუშვა ჯაბა, ცუდი მაგალითია, მაგრამ მაინც ეგრე შეგიძლია რომ ადამიანი გამოუშვა რა. აუ, აბა საბოჭრია. ამოჭრან და დააჭრან რაც უნდა თქო ციხიდან გამოშოვის მაგალითი, როცა შენ გაქვს ძალა და ვინ არის თანამედროვე კიდო? არა არაფერში არ არის ხა საბოლოო ჯამში ეგეთი რეჟიმების
ცვლილება იწვევს ამინისტიას და არა, გამოშვებას. მაგას ვამბობ იმას, რომ თუ შენ გაგძალა და ბევრი ხარ და ძალა ჩვენი და გადატეხე, მაშინ შეგიძლია ციხიდან კაი, ისეთი ტიპის ამნისტიაზე რა სიტყოდი, რომელიც იყო 20 ივნისზე, რომ ანუ ამ ხალხს თუ გამოშვენთ, თანახმად უბრალოდ ნიკუშა კაცია და გიორგი ახობაძეს უნდა მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავებულები არიან ნარკოდანაშაუზე, მაგრამ ყველა ვიცით, რის გამო არიან დაკავებულები. თუ შეიყვანენ, ანუ ეს შეიძლება იყოს აი ეს მოსალაპარაკებელი თემა პირობითად, ერთი რომ ანუ ამნისტია შეიძლება ოცნების ველაპარაკოთ არის პატიმრების და არა, ტყვეების რას თმობ, რომ ანუ შენ აღარ მოითხოვ იმ სპეცრაზმელების დასჯასაც, ამნისტია ეს არის. მაშინ ეგეთი ამნისტია იყო 20 ივნისს. არ მოითხოვ მზადა ვარ, ჩემი მცემელი სპეცრაზელები არ დაისაჯონ იმისთვის, რომ გამოვიდნენ ჩვენი პატიმრები და ტყვეები. მოდი ეს ცალკე ამოვჭრათ ეს ნაწილი და დავდოთ. იქნება იყოს ეს რაღაც იდეა, რომ კიდევ ერთი ამნისტია მაშინ, რომ მეტი გზა არ არის. არა, ეს ხალხი რო ციხიდან გამოსაშორე როგორ რაღაცა იცი? აი უბრალოდ ვიღარებს ეგეთი ტვირთი. უბრალოდ ამის ჩამდენები მაგნიცკის სიაში მოხდნენ და ჩვენი ჩამდენები კიდე რუსიძის სასამართლოში ზიან. ხო და უბრალოდ ესეთი ტვირთი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე არასდროს არ მქონია როგორც ეს ხალხი, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემს გვერდით იდგნენ შეიძლება მე ყოფილიყავ, შეიძლება არ შეიძლება რომ თანამედროვე რაღაცაში მიატო. ამნისტია არის გამოსა, მაგრამ მე თუ მკითხავენ, მე ამაზე ვარ ორივე ხელით თანახმად, პირადად ჩემზე თუ იქნება, მე ვინც დახვდა სახლთან, იმათაც არაზოს პასუხი. მე მგონი კაი იდეა დაიბადა დღევანდელ ჩვენ გადაცემაში და შეგვიძლია ესე ვთქვათ რაღაც მოძრაობის სახეც რაღაცას ეგეც არ მოიწონება ხა და ჩვენ არა უშავს, შედიჭირება ამის იყო. არა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს ვის ერთი შენთქვი, მაგრამ კაი, მე ჩემ ხო იცი ბაბუა სიებსა მაგნიცკის სია თორნიკეს ამნისტია, რაზმაძის ამნისტია, რაზმაძის ამნისტია გაკეთე. შენი სიგავი პროკურორი კი იყო რაღაც რაზმაძე გონის, ხო? ბავშვი ბაბუა და არ ვიცი რაღაცა. რაზმაძე იყო? ბაბუა შულიშვილი და ვირი რომ მიდიან სხვადასხვა ქალაქებში რომ შედიან ერთ ქალაქში შევლენ ბაბუა და შულიშვილი ფეხით მოდიან და ვირი და უყურენ და სულელებიო ვირი ყავდა და ფეხით დადიან ორივე დააჯდება სასტიკი ხალხიო ორივე ვირს აზისო მარტო ბაბუა დააჯდება ახალგაზრდა რატომ მოყავს ფეხითო ახალგაზრდა დააჯდა უძდელი ბაბუა უნდა ყოფილიყო და ვერაფერს ისეც ვირი ტყვის საბოლოოში რაც ყოლას მოეწონება პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იმას გულისხმობს რომ ხო ვიღაცას თვალში შეიძლება დაზიანდეს და ფასი გადაიხადო უბრალოდ ისეთ რამე უნდა მოიფიქრო რომ ეს ხა მართლა მე მოვიფიქრე ასად არ გახილო არა, პირველი შენი იდეა იყო, მე მგონია ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა დღევანდელ დღეს, დავინახეთ პოლიტიკოსი, ახალი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი განსხვავებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა და მე მინდა წარმატებები უსურვო ჩელეს თავის მომავალ მოღვაწეობაში და მე მასთან ერთად ბევრ აქციებშიც ყოფილ ვარ, ჩვენ სხვადასხვანაირი ხედვები ვქონია, მაგრამ ის ბრძოლა რაც საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის, გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. მადლობა ჩელეს სტუმრობისთვის და თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა თქვენს ხედვებში, შეიძლება ხმაც მოგცეთ. მადლობა. როცა ნორმალური არჩევნები შენ პლუს მეორე მადლობა. მომეწონა, კარგი იყო, რაღაცა მალე მორჩით. კიდე მოვალ, რამეს თუ ვერ გავეცი პასუხი, თქვენთან ლაპარაკი ყოველთვის გამისვა. მოდი აი ის სურათს რომ მისცემთ თქვენს ოცნებებს, მე შეიძლება აღარ გვინდა ოღონდ ოცნებები გეხვეწე. მიზნები, ქართული მიზანი და ისა. ხო რა. გონია რომ ეხლა რასაც ვაკეთებთ ამ საქმიდან გამომდინარე, გადავიკვეთებით სულ მუდმივად და კოორდინაციაში ისინი თუ არ იქნებიან, ვინც გვინდა რომ იყოს, ჩვენ მაინც ვიქნებით კოორდინაციაში და მაგალითს მიცვენ და ვაჩვენებთ რომ გამოდის და ამის გარდა წარმატების გისურვებთ, კარგი წამოწყება, ბევრი ასეთ წამოწყება, ხარისხიანი, რასაც ხედავ ხარისხი და მომწონს. ქართულ ოცნებას შეუყენებს წყალს იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე ეთერში მისვლა და გაკვეთილის მოყოლა. გაიხარეთ. მადლობა ჩვენს მაყურებელს და შევხვდებით ერთ კვირაში დაახლოებით. დაგველოდეთ ჩვენ ოცნების ესე ვთქვათ დეპუტატებს ვიწევთ ისევ და ისევ ველოდებით იმედია ერთი ადგილი ეყოფათ და მოვლენ კითხვებს გაგვცემენ პასუხს.